სხვადასხვა სეგმენტისათვის და სხვადასხვა სტატუსის ადამიანებისთვის და უფრო ვრცლად არწმუნებული ვარ ამ პროექტებზე შენი საუბრებ. კი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ შუა დღის ეთერი და გადაწყვიტეთ, რომ მაყურებელსა თუ გააგებინეთ უფრო მეტი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, როგორიც არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს ისეთი მაყურებელი, ვისაც ერთხელ მაინც არ გაუგონია, ან არ მოусმენია, ან უფრო მეტი ყურადღებით არ ელოდება ხოლმე, როდის კომენტარს გააკეთებს საიას წარმომადგენელი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა მე მაინც დღეს მინდა, რომ ჩვენ მაყურებელს ესე შუა დღით ვინც დაგვითმოთ და გვიყურებს, უფრო შიდა სამზარეულო დავანახო ორგანიზაციის, ვიდრე ის, რასაც ის მაინც ყოველდღიურად ხედავს ტელევიზიების თუ რადიოების მეშვეობით, ასევე ინტერნეტის მეშვეობით. თქვენ როგორც თქვით ქრისტინა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი ნამდვილად დაფუძნდა 1994 წელს, ეს იყო მისი არაოფიციალური დაფუძნება, მაგრამ რეგისტრაცია 1 წლის შემდგომ გაიარა. ანუ გამოდის, რომ ჩვენ უკვე 20 წლის ორგანიზაცია ვართ და ჩვენი 20 წლის იუბილეც აღნიშნეთ ძალიან დიდი სიხარულით და გრანდიოზულად და ამის შესახებაც საკმაოდ ქუთაისის კონკრეტულად ქუთაისის ფილიალი თბილისში დაფუძნდა 94 წელს და ქუთაისის ფილიალი ოფიციალურად რეგისტრაციაში გადაარდა 1995 წელს. ჩვენი 20 წლის იუბილე აღნიშნეთ უკვე როგორაც გითხარით, ანუ გამოდის, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე უკვე სრულწლოვანი ორგანიზაცია ვბრძანდებით. ჩვენი დაფუძნების დღიდან მართალია მე ეს ყველაფერი არ მახსოვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არც ისე უფროსი არა ვარ თვითონ ორგანიზაციაზე. არ კარგავს იმ ძირითად პრინციპებს, რაც დაფუძნების დღიდანვე დაისახა დამფუძნებლებმა, რომელიც დიდი ჯგუფი იყო და დამფუძნებლები დღეის მდგომარეობით არიან წარმოდგენილი ძალიან მაღალ თანამდებობებზე იგივე სახელმწიფო ორგანოებში თუ ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და მაგრამ მაინც წამყვან თანამდებობებზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებმაც წარმოიდგინეთ როგორ პერიოდში დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გახადეს და დღემდე, ესე იგი ვინარჩუნებთ, რომ საი არის ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლოს ნამდვილად მე ამისი თქმა შემიძლია ძალიან ამაყად. მინდა გითხრათ, ანუ ძირითადი მიმართულებების შესახებ და ძირითადი სტრატეგიული ამოცანების შესახებ, რომელიც დაფუძნების დღიდან გვაქვს საიას და მხოლოდ ძალიან მართლაც საჭირო ცვლილებები თუ შეაქვს ჩვენს წევრებს მასში და ესენი არის ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც შიდა კანონმდებლობის დონეზე, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის დონეზე, ასევე საზოგადოებაში სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება, ასევე გვაქვს იურიდიული განათლების და ზოგადად იურიდიული როგორც ეს პროფესიის ხელშეწყობა, იმიტომ რომ საია არის ეს პროფესიული გაერთიანება და ჩვენთან მხოლოდ არიან იურისტები, წევრების და თანამშრომლების, ანუ სხვა პროფესიის ადამიანები საიაში მხოლოდ და მხოლოდ ბუღალტრები, მენეჯერები და ასე შემდეგ თუ საქმდებიან. ასევე კვალიფიკაციური უწყვეტი იურიდიული განათლება, საიას აგრეთვე აქვს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, რომელიც პირდაპირ აი მიზანმიმართულად არის შექმნილი იმისთვის, რომ როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო თუ სკოლის გარეთ და უნივერსიტეტის გარეთ, ანუ არაფორმალურ განათლებას გულისხმობს შექმნას პროგრამები და მიაწოდოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. როგორც ვიცი, უფასოა კონსულტაციები და კონსულტაციები ხდება როგორც სატელეფონო, ისე პირადი გასვლებით და პირადი კონტაქტებით. რამდენად არის ინფორმირებული ამის შესახებ? უკვე იმდენი ხანია საი არსებობს, მე მგონი მეტნაკლებად ყველამ იცის ამ ძალიან ისეთი კომფორტული ფაქტის შესახებ, რომ უფასოა მოკლედ საიაში კონსულტაცია. კი ბატონო, სწორად აღნიშნე, მარტი მაგალითს გეტყვი, მე როდესაც დღეს ვაპირებდი თქვენთან სტუდიაში წამოსვლას, უამრავი მოქალაქე მივიღე უკვე დილიდანვე და რამდენიმე განაწყენებულიც კი დავტოვე, რომ მოგნოდნოთ უთხარი, რომ მე მივიდიოდი ტელეგადაცემაში. ჩვენთან არის უწყვეტი რიგი. ჩვენს ოფისში რა დროსაც არ უნდა მოვბრძანდეთ დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე არასოდეს ოფისი არ არის მარტო თანამშრომლებით არის უამრავი მოქალაქე, რომელიც ჩვენთან ზუსტად იმიტომ მოდის, რომ აქვს იმის შესახებ ინფორმაცია, რასაც ჩვენ თავაზობთ მოქალაქეებს. მე არ ვიცი, ძალიან ცოტა ალბათ
ადამიანი მეგულება ან წარმომიდგენია რომ არსებობს, ვინაც არ იცის აი ეს სერვისების შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ მაინც ვეტყვი რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მის ყველა ფილიალში, ასევე თბილისში მის სათავო ოფისში მოქალაქეებს თავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას, რომელიც გულისხმობს უფასო კონსულტაციების გაცემას პირველ რიგში. ასევე სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, ეს იქნება უბრალოდ განცხადებების სარჩელი, შესაგებელი, ნებისმიერ ტიპის სამართლებრივი დოკუმენტი, მაგალითად წესდების მომზადება, როგორც იურიდიული პირებისათვის, ასევე მაგალითად ფიზიკური პირებისათვის კონსულტაციების გაწევა, როგორ დარეგისტრირება როგორც ინდივიდუალური მეწარმე. და ყველაზე უფრო აღმატებული დახმარება, რაც ჩვენი მხრიდან შესაძლოა გაწეული იქნას მოქალაქეებისთვის, ეს არის ჩვენი ადვოკატებით მომსახურება სასამართლოში ან ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში და ჩვენს ბალანსი არის უამრავი წარმატებული საქმე, რომელთაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. ფილიალები ახსენეთ წეგან. ვისაუბრეთ მეტნაკლებად ქუთაისის ფილიალზე, მოდი სხვა ფილიალებსაც შევეხოთ, რამდენი ფილიალი აქვს საიას საქართველოში, რომ ქალაქებში და ასე შემდეგ. საიას ზოგადად სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში და რა თქმა უნდა ისეთივე სერვისები შეიძლება მიიღოს თბილისში მაცხოვრებელმა ან თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელმა, როგორც სხვა ფილიალებში. ფილიალი აქვს მხოლოდ ორი, ეს არის ქუთაისის ფილიალი და ბათუმის ფილიალი. დანარჩენი თითქმის ყველა უკვე მხარე გვაქვს ათვისებული ჩვენი ოფისებით, ანუ ბოლოს მაგალითად ზუგდიდში გაიხსნა ოფისი, თუმცა არაფრით არ განსხვავდება ოფისი ფილიალის მუშაობისაგან, ისინი მოქალაქე აბსოლუტურად იგივე მომსახურებას მიიღებს ოფისში მისვლის დროსაც, როგორაც ფილიალში მისვლის დროს, თუმცა ეს არის სამართლებრივი სტატუსი, ანუ ზოგადად ორგანიზაციის ჩვენი ოფისები შეუძლია მოქალაქეებმა მოიკითხონ და მიებრძანდნენ თელავში, ასევე დუშეთში, გვაქვს გორში, რუსთავში, გვაქვს ოზურგეთში, ბათუმი, ქუთაისი ვახსენე, ზუგდიდში გაიხსნა ეხლახანს და დიდი იმედებით ველოდებით რომ გაიხსნება ახალი ოფისი ახალციხეში, იმიტომ რომ ახალციხე ეს მხარე ყავს და სვანეთი, ზუგდიდი ფარავს სვანეთს, მაგრამ მაინც გვინდა რომ მოვიცვათ, ანუ ზუსტად ეხლა ჩამოთვალე ზუსტად ოფისები, მაგრამ რაოდენობა 8 არის თორსები და მეცხრე გაიხსნა ზუგდიდში. და გარდა იმისა, რომ უამრავ ადამიანს ეხმარებით და მთავარი ნიშა ალბათ საიასის სწორედ ეს არის წყობის სამსახურში ყოფნა. თქვენ ახერხებთ, აი ახლა მე მაქვს ძალიან ისეთი ზოგადი ინფორმაცია საიას შესახებ, სადაც აღნიშნული არის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის შესახებ, მაგალითად, რომელიც ეხებოდა ციხის პროექტს, ასევე ქალთა უფლებებს, ასევე უნარშეზღუდულ ბავშვებს. ძალიან მრავლადაა და ყველას არ ჩამოთვლი. თუ შეგიძლია მოკლედ რომ ისაუბრო რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა საიამ და რა გაქვთ კიდევ დაგეგმილი, ვიცი რომ ისეთ ძალიან აქტიურად ხართ ჩართული ამ საქმიანობაში. კი ბატონო, მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ზოგადად საიას რომ არ ქონდეს რაიმე პროექტი, თქვა ცალკე აღებული რომელიმე დონორი ორგანიზაციისგან დაფინანსებული, მაინც ის თავის ყოველდღიურ საქმიანობას მაინც ასრულებს და ეს არის თქვა მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს რომ საჯარო სექტორისგან თქვა ინფორმაციის მოძიება, ბიუჯეტის მონიტორინგი, საკრებულო ხდომებზე დასწრება, პარლამენტის საქმიანობაში, იცის მაყურებელმაც თუ არა დავიტყვი ახლა რომ ჩვენ გვყავს საპარლამენტო მდივანი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პარლამენტში თითქმის ყველა საკანონმდებლო წინადადების განხილვაში და ჩვენი რეკომენდაციებით არ მოკლედ არ ვაძლევთ პარლამენტს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ ესე იფიქროს პარლამენტი, მხოლოდ თვითონ არის დაინტერესებული რომ მიიღოს ახალი კანონები. და რაც შეეხება პროექტებს, გარდა იმისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ჩვენ რა თქმა უნდა მუშაობთ და ყოველდღიურად მუშაობთ იმაზე, რომ დაიწეროს ახალი პროექტები არსებული საჭიროებიდან გამომდინარე და ჩვეულებრივად ანუ მუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ ახალი დაფინანსება და ახალი გრანტი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან. ეს პროექტები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, უკვე დასრულებული პროექტებია, კი ბატონო, გქონდა ციხის ანუ პატიმრების უფლებების შესახებ ჩვენი წარმომადგენელი დღესაც შედის ციხეში სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით და დღესაც ხვდება და უამრავი წერილი შემოგვდის ჩვენ ორგანიზაციაში და პატიმრებისგან, რომლებიც ითხოვენ ჩვენი იურისტის, სისხლის სამართლის ადვოკატის ვიზიტს ციხეში მათთან და სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციების მიღებას. მოდი მაინც ბოლო პროექტებზე გავამახვილებ ყურადღებას, ჩვენ უწყვეტად ბოლო 4 წლის განმავლობაში ვახორციელებდით პროექტებს, რომლებიც დაფინანსებული იყო
აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ და ეხებოდა ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, მუშაობის გაძლიერებას, მოქალაქეების ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პროცესში, ასევე ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის პირადად ერთ-ერთი უსაყვარლესი პროექტი ეს იყო ჩემი ხმა პარლამენტში, რომელიც ეხებოდა ახლად არჩეული პარლამენტის წევრების, ოღონდ იმ წევრების, რომლებიც ამავდროულად მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ. მაგალითად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბას სანიკიძე, ხო? აი, გუბას სანიკიძეს აქვს თავისი ბიურო, ანუ თავისი ოფისი, სადაც რამდენიმე ადამიანი არის დასაქმებული. ჩვენი პროექტი ეხებოდა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების მუშაობის ეფექტურობის ხელშეწყობას, მათ გადამზადებას და ზოგადად მხარდაჭერას და გაძლიერებას აი ამ ბიუროების და დღეს მინდა ვთქვა, რომ სახეზე გვაქვს იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტი, რომელსაც ყავს მართლა ძალიან კარგი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროები და არანაკლებ საქმეს აკეთებენ ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. მინდა რომ ეს წარმატებულ მაგალითად აღვნიშნო. ასევე ახსნეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის ჩვენი ერთ-ერთი რა თქმა უნდა ყოველდღიური საქმიანობის სფერო არის. თუმცა გქონდა კოალიციური პროექტი, მაგალითად ბოლოს გავიხსენებდი, ეს იყო ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად, რომელმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა და ბოლო პროექტი სულ ბოლო გქონდა ჩვენი შვეიცარიელი მოხალისის მიერ, ნიკი, შესაძლოა თქვენთანაც იყოს სტუმრად, არ მახსოვს ზუსტად იყო თუ არა. აი მან მოიპოვა დაფინანსება ქალაქ ქუთაისის მერიისაგან. და ეს პროექტის კოალიციური იყო, არსებობდა ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი საქართველოს და მასთან ერთად გავაკეთეთ, ეს იყო ძალიან კარგი ფოტოგამოფენა მოეწყო TBC გალერეაში, ფოტოები გადაღებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ და პროექტი ზოგადად გულისხმობდა იმას, რომ აი ამ ადამიანების ჩართულობა ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ ჩაუტარდათ ფოტოხელოვნებაში მასტერკლასები. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ფოტოგრაფს, ქუთაისში ცნობილ ფოტოგრაფებს, რომლებიც კი მათ შორის იყო აჩიაპაჩი, გიგა შუბითიძე, რა ვიცი, უამრავ ვინც კი ლევან მიილექვინაძე. მინდა რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ იდეაში მხარდაჭერისათვის. მეც ვუგნები მათ მადლობას და მადლობა შენ, რაც თავარია სტუმრობისათვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებს საიას, დარწმუნებული ვარ კიდევ ერთ დამატებ ქრისტინა, ანუ ვისაც თქვათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მუშაობაზე უნდა უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია რომ მიიღოს ინტერნეტის მეშვეობით, ეს არის ძალიან ადვილი, შეუძლიათ რომ ესტუმრონ ჩვენს ვებგვერდს www.jaila.gr, ასევე Facebook-ზე ქართული შრიფტით შეუძლიათ იპოვონ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ეს გვერდი ძალიან აქტიურად მუშაობს და დაუყოვნებლივ მიიღებენ ყველა შეკითხვაზე პასუხს. იქ ალბათ თხელი ხაზის ნომერიც არის. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რაც მოქალაქე შეიძლება დაინტერესოს. ესე რომ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიას, ეს ყველაფერი უფასოა და ისინი ყოველთვის თქვენ სამსახურში არიან. დიდი მადლობა მაკასტომრობისათვის. მაგალითად იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, საიას იურისტი და წარმომადგენელი. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით.